მოგესალმებით. ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლიშ შოშეშვილი გახლავართ. დღეს მონოლოგი მექნება, დღეს ვისაუბრებ სწორედ იმ საკითხებზე, რაც დაგროვდეს ქართულ საზოგადოებაში, რაც ქართულ საზოგადოების აქტუალურია. კონკრეტულად კი უკვე დაღმავალ ეგრეთ წოდებულ ევრომაიდანზე და იმ საერთაშორისო მდგომარეობაზე, რაც ჩვენ ქვეყნის ირგვლივ ხდება. ჩვენ ნახეთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, ჩვენ ნახეთ ის, რომ ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი აღიაროთ. ხარს უჭერს ისეთ პოლიტიკურ ძალებს, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, თავად სალომე ზურაბიშვილმაც ერთ-ერთ ინტერვიუში საზოგადოებრივ მაუწყებლობთან, სადაც ის პრაქტიკულად გაიმიჯნა საკუთარ ესე ვთქვათ, სიტყვას, საკუთარ გამონათქვამს, გვახსოვს ეს. ჩვენ ნახეთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მან თქვა ეგეთი რაღაცა, რომ მას არ ესმის თუ რატომ შეიცვალა ქართული ოცნების პოლიტიკა 2022 წლის შემდეგ. რატომ არის ის განსხვავებული. აქამდე ჩვენ ვიყავით მიჩვეული ძალიან ისეთ პროცესებს, ძალიან გასაგებ პროცესებს. ჩვენ ვიყავით მიჩვეული, რომ რუსეთის იმპერია, რუსეთის სახელმწიფო სუსტდებოდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საბჭოთა კავშირის არსებობის დროსვე უკვე, როდესაც საბჭოთა ჯარები გამოვიდნენ აღმოსავლეთ ევროპიდან, მართალია სიტყვიერი, მაგრამ იყო დაპირება, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა. რა თქმა უნდა, როდესაც სუსტი არის სახელმწიფო, ამ დაპირებას არავინ არ ასრულებს და იყო პროექტი ნატოს გაფართოვების აღმოსავლეთ ევროპაშიც. ყველა ამ გაფართოებას რუსეთი ეწინააღმდეგებოდა. 99-ში შეეწინააღმდეგა, შემდეგაც შეეწინააღმდეგა. ყველა ფიქრობდა, რომ ბალტიის ქვეყნებს ვერ მიიღებდნენ ნატოში, მაგრამ მიიღეს ნატოში. და ყველას გვჯეროდა, ეს იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ რუსეთის წუწუნის, რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ეს ქვეყნები ყველა შევიდოდა, ყველა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ადრე თუ გვიან შევიდოდა ნატოში. და რუსეთი ვერაფერსაც ვერ იზავდა, ვერ გადადგავდა ნაბიჯებს. გააპროტესტებდა, ეგ იქნებოდა რაღაც ესეთი რეაქცია, მაგრამ შეეგუებოდა. დღეს ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად სხვა პროცესს, ჩვენ ხედავთ იმას, რომ იგივე ჯეფრი საქსმანს თქვა, რომ ნატოს გაფართოება არ იყო კარგი იდეა იმ გაგებით, რომ პრინციპში ეს იყო რუსეთის შემოწმება და ყოველ ჯერზე რუსეთს ამოწმებდნენ, მას ჰქონდა თუ არა ძალა რამე მოემოქმედებინა. და მისთვის ესეთი წითელი ხაზი აღმოჩნდა ჩვენ და სამწუხაროდ, ან ობიექტური მოცემულობა ესეთია, უკრაინა. უკრაინა და ყოველთვის უკრაინას თან აყოლებდა საქართველოს. სხვადასხვა ბჟეზინსკიც სწორედ მიაჩნდა, რომ უკრაინა და საქართველო ეს არის ორი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთაც რუსეთის იმპერიას შეზღუდავს, შეაჩერებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რუსეთმა გადადგა 2022 წელს, 2022 წლამდე გადადგა ნაბიჯები ყირიმის ანექსიით, შემდეგ უკვე იყო დონბასის და ლუგანსკის ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკებს, სეპარატისტულ რესპუბლიკებს სამხედრო დახმარებას უგზავნიდა, ცოცხალი ძალით ამარაგებდა და უკრაინელებს პრინციპში ვერ შეძლეს ამ ორი რესპუბლიკის დამორჩილება. იგივე სცენარით მიდიოდა რა სცენარით საქართველოში და მოლდოვაში განახორციელა, ხო? ყველას გვეგონა, რომ აქ შექმნიდა უბრალოდ ეგეთ რაღაცა პრობლემურ ტერიტორიას და შემდეგ უკვე როგორც პრობლემური, ესე იგი დაკარგული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, ვეღარ შევიდოდა უკრაინა და საქართველო ნატოში. ეს იყო მისი სტრატეგია, რაც აფხაზეთში მოხდა, პრინციპში მხოლოდ იმიტომ მოხდა ესე, რომ ერთი რომ რუსეთმა ამით შეაჩერა ინტეგრაციული პოლიტიკა ჩვენი და მეორე გადადო მომავლისკენ, როდესაც მოძლიერდებოდა რუსეთი, გადადო მომავლისკენ ამ ტერიტორიებზე რაღაცა მკვეთრი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდარიყო, ხო? ამ რეგიონებში. მაგრამ 22 წელმა რადიკალურად შეცვალა ეს ყველაფერი, 22 წელი, როდესაც
რუსული არმია მთლიანად შევიდა უკრაინაში და დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, ესეთი ომი. ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიას არ ახსოვს. ნათელი გახდა რომ სამყარო შეიცვალა. და ნათელი გახდა რომ და ახლა ხედავთ ჩვენ რომ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელები და ამერიკელები უკან იხევენ იმ გაგებით, რომ ისინი აღარ საუბრობენ ნატოს გაფართოებაზე. ისინი მათ ეხლა უკვე მიიღეს განაცხადეს პრინციპში, რომ 30 წლამდე ევროკავშირი არ გაფართოვდება გასაგები მიზეზების გამო. ეს იყო პრინციპში ევროკავშირის სისუსტის ჩვენება და ეს ნათელია, რომ მინიმუმ შეჩერებულია ის პროცესები, რაც აქამდე ძალიან ბუნებრივი გვეგონა და რაც გვეგონა, რომ ამას რუსეთი მარტივად გადაყლაპავდა, ხო? არ გადაყლაპა რუსეთმა ეს მარტივად, არამედ წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი, დაიწყო სოფლიოში ის პროცესები, რაც მე დომინოს პრინციპით გადავიდა დანარჩენ სამყაროში, ჩინეთი გააქტიურდა, ნათელი გახდა, რომ დედოლარიზაცია დაიწყო, ჩინეთის ეგიდით საუდის არაბეთი და ირანი ერთმანეთს შეხვდნენ, მოილაპარაკეს, პირველად დაჯდნენ სასაუბრო, ესე იგი, მაგიდასთან, დაიწყო ნავთობისა და სხვადასხვა რესურსების ყიდვა ადგილობრივ ვალუტაში და რამაც მოახდინა დაიწყო უბრალოდ ჯერ მოხდარა, მაგრამ დაიწყო დედოლარიზაცია და აი ეს პროცესები, ესეთი მნიშვნელოვანი პროცესები ძალიან ესეთი მესიჯია, რომ უსაფრთხოების გარანტიას დღევანდელ სამყაროში არავინ არ იძლევა. არავინ არ იძლევა, მხოლოდ შენი მოქმედებებით თუ უშველი თავს. ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ ჩვენ უსაფრთხოების ეს ქოლგა არის ძალიან ყიფე და ჩვენ იმ ევროპულ ნარატივში უბრალოდ ვერ ჩავჯდებით. ევროპელები ვერ მოახერხებენ იმის გადაწყობას, რაც მათ უკვე შექმნეს დისკურსულად, პოლიტიკურად. პოლიტიკურ ენას ვერ შეცვლიან, იმიტომ რომ ეს იქნება კიდევ უფრო მათი სისუსტე. იმის მიუხედავად რომ მათი ეკონომიკა ზარალდება, Volkswagen-ი გავიდა გერმანიიდან, მთელი რიგი ინდუსტრიები გადის, ხო, ტოვებენ ევროპას. ამის გარდა მათ უწევთ უკრაინის დახმარება, რაც უკმაყოფილებას ქმნის თვითონ ევროპელ სახელმწიფოებში, ევროკავშირში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თავისთავად პოლიტიკური კრიზისები სახეზეა, მაგალითად გერმანიაში ჩვენ ხედავთ, რომ მალე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, შოლცმა პრაქტიკულად შოლცი დამარცხდა და ის პოლიტიკა, შესაბამისად ის პოლიტიკა, რაც შოლცთან იყო ასოცირებული, ეს პოლიტიკა აბსოლუტურად ეს იყო წარუმატებელი აღმოჩნდა. და ამის ფონზე საქართველოში იწყება გარკვეულწილად დესტაბილიზაცია და ეს დესტაბილიზაცია მოდი ვიყოთ თვითკრიტიკულები, დაკავშირებული არის ერთი იმასთან, რომ ყავდა ძლიერი აპარატი, რომელიც მთლიანად იმაზე იყო აგებული და მთლიანად საკუთარ სოციალურ სტატუსს საშუალო ფენა, ხო, ესეთი იყო აგებული იმაზე, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მიიღო მონაწილეობა, NGO-ებში, სხვა სახელმწიფო აპარატში იყვნენ ისინი დასაქმებულები და საკმაოდ ესეთი სუყე ფინანსები მიდიოდა სწორედ ამ მიმართულებით. შეიქმნა მთელი საშუალო კლასი, რომელიც უკმაყოფილო ამ ყველაფრისგან, შეიქმნა განწყობები ახალგაზრდობაში, რომლებიც ოცნებობენ, რომ აი ესეთ მიმართულებებით დასაქმდნენ, რასაც ევროკავშირი ქვია, ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკა ქვია და ასე შემდეგ, მიიღონ ევროპული განათლება, მიიღონ ევროპულ აკადემიურ სივრცეებში და ეს გასაგები ლოგიკურია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ და ეს სერიოზული პრობლემაა ჩემი აზრით ხელისუფლების, რომ მას არ ქონდა ესე ვთქვათ კომუნიკაციური სტრატეგიები გამართული. საზოგადოებასთან არ ქონდა კომუნიკაციური სტრატეგიები გამართული. როდესაც ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ შეწყვეტდა, ესე იგი, მოლაპარაკებების გახსნაზე, ხო, საქართველოს შეეძლო დაეყენებინა ეს საკითხი, 2028 წლამდე შეწყვეტდა ქართული მხარე ამას და აიღებდა ვალდებულებას, რომ თვითონ განახორციელებინა ის ვალდებულება და თუ კი ევროკავშირი თვითონ გახსნიდა, საქართველოს მზად იყო, ხო?
უნდა ჩამოაყალიბებენ და რატომ აკეთებს ამას? უნდა გასაგები ყოფილიყო ყველასთვის, რატომ აკეთებს ამას? და არა ეს ჩამოყალიბებული. არ გვესმის ჩვენ რატომ ხდება ეს? კომუნიკაციის პრობლემა, სერიოზული პრობლემაა. საზოგადოება შევიდა თან რიგ შემთხვევაში შეცდომაში. მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო ლოზუნგი ოცნების იყო, რომ ღირსებით ევროპაში, უნდა იყოს ღია საუბარი და არ უნდა იყოს მხოლოდ ისეთი ენით საუბარი გლობალური ომის პარტია Deep State, ხო? ამაზე ტრამპიც საუბრობს და ჩემთვის გასაგებია ვინა ეს Deep State, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა ახსნას, რა შეა საქმე, რა გეოპოლიტიკური პროცესები მიდის, რა ბენეფიტები მივიღებთ თუ ჩვენ ცოტა სხვანაირად მოიქცევით, რატომ არის ის ძველი გზა ცუდი საქართველოსთვის და როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ახსნილი. და ის კრიზისი, რა კრიზისის გამოიწვია ამ განცხადებამ, ხელისუფლების განცხადებამ, იყო დაკავშირებული სწორედ იმასთან, რომ მას მოყვა ისეთი ინტერპრეტაციები და ისეთი წარმოდგენები, რომ აი წვეთს ქართული მხარე წვეთს ევროკავშირთან ინტეგრაციას და რუსეთს უახლოვდება, ხო? ეს ამიტომ ეს არის პრორუსული ხელისუფლება და ასე შემდეგ. და ამის ნაცვლად უნდა ყოფილიყო გამართული სამდე ამ განცხადებას გააკეთებდი. უნდა შეამზადო საზოგადოება. უნდა კონდეს ინფორმირებული გეოპოლიტიკური წარმოდგენები. ბოდიში ყველა ქვეყანა ორბანის მაგალითი ავიღოთ, ხო? ორბანი საკუთარ საზოგადოებას ამზადებს. ორბანი ეუბნება თუ რა კულტურული პოლიტიკები ჭირდება მას. ორბანი საუბრობს იმაზე, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება და ევროპა უნდა გადაეწყოს ამის შესახებ. ამასთან მიმართებაში, რომ ძლიერი აქტორი დარჩეს ევროკავშირი, ხო? ორბანი ეუბნება, უხსნის გეოპოლიტიკურ რეალობებს საზოგადოებას და ჩვენთან ესეთი კომუნიკაცია არა, კი, საექსპერტო ჯგუფი უხსნის საზოგადოებას, მაგრამ საჭიროა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ახსნან ძალიან გასაგებად და ისე რომ ორაზროვნება არ იყოს. ორაზროვნება ეგ ამთავრია, ორაზროვნება არ იყოს და მარტო მეტაფორული ენების გამოყენება, როგორიც გლობალური ომის პარტია, რომელიც მართლა არსებობს, ჩვენ შეიძლება სხვა სახელითაც მოიხსენიოთ ის, მაგრამ კონკრეტულად ვინ იგულისხმება, რა არის ეს დაკონკრეტება ჭირდება მოკლედ. სიცხადე და დაკონკრეტება ჭირდება. და ის რომ არაა ცხადი და არაა დაკონკრეტებული, ეს იწვევს სწორედ იმ კრიზისებს, იმ გაუგებრობას ქვეყნის შიგნით, რაც შეიქმნა. მეორე მხარე არის ის, რომ ამისთვის მზად იყვნენ, რა თქმა უნდა, მზად იყო ადგილობრივი NGO-ები, ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, აი ძალიან ესე შევხედოთ, აი ეს სცენარი წარმოვიდგინოთ. დაემხო ქართული ოცნება. მოვიდა ეს პოლიტიკური ძალები. ეს პოლიტიკური ძალები სულთა თვით გადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე. იმ პოლიტიკას აწარმოებენ, რომ ესე იგი საქართველოს დაღუპონ და ომში ჩაათრიონ, თუ შეცდებიან, რომ რაღაცა შეცვალონ, რაღაცა გეზი, რაღაც ისე არ გააკეთონ, რა რიტორიკას დღეს აქვთ, ხო? ბრმად არ მიყვნენ ევროკავშირს ის რიტორიკას, ხო? რა თქმა უნდა, ისინი სხვანაირად შეეცდებიან. შესაბამისად, მათაც იგივე პრობლემა დაუდგებათ. იმიტომ რომ დღეს ახლა ოპოზიციიდან ყოფნის დროს ძალიან მარტივია იმაზე საუბარი, რომ თუ კი ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია და ყველა ესე პოლიტიკური დღესასწრიგი არ გატარდა საქართველოში, მაშინ საქართველო დაღუპულო. არ და პირიქით არის. დღეს საქართველო თუ არ იქნება მოქნილი და ძალიან მარტივ რაღაცით უნდა იაზრონოს საქართველოს მხარე და რაც პრინციპში ახერხებს. ეს საკუთარი გეოგრაფიით. ვინ ყავს მეზობლად? ნახოთ, ვინ ყავს მეზობლად. მეზობლად ყავს, მოდი ესე ავიღოთ. ჩვენთვის კარგად განწყობილი, ჯერჯერობით კარგად განწყობილი თურქეთი, მაგრამ ნახოთ თურქეთი როგორი სახელმწიფოა. თურქეთი არის სახელმწიფო, რომელიც სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე შედის და ახდენს მათ ტერიტორიულ ექსპანსიას. ეს ჩვენ ნახეთ კვიპროსზე, ეს ჩვენ ნახეთ სირიაში, მაგას დღეს ვხედავთ სირიაში, ხო? თურქეთის გარდა არის ირანი, ხო? ჩვენთან ახლოს, რომელიც ეხლა მართალია სირიაში ტოტალურად დამარცხდა
და ჩავარდა სირიული კამპანია, ირანული კამპანია და ისრაელმა პრაქტიკულად აჯობა ირანს, ჩვენ ეს ნახეთ ძალიან მარტივად, მაგრამ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ამბიციები აქვს, რომ ისლამური სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყოს. და ხარჯავს ძალიან დიდ ფულს ამაში. მართალია ჯერჯერობით კავკასიაში ის არ არის აქტიური, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ როგორ უჭერს ირანი მხარს სომხეთს. როგორ საუბრობს ის, რომ ის ზანგეზურის დერეფანი არ მიცემს აზერბაიჯანელებს უფლებას, რომ ზანგეზურის დერეფანი ხელში ჩაიგდო. შემდეგი მეზობელი ჩვენი რუსეთი აწარმოებს ომს. აწარმოებს დაპირისპირებას დასავლურ სამყაროსთან. და ამ დროს პატარა სახელმწიფოები, როგორიცაა აზერბაიჯანი, როგორიცაა საქართველო, აი აზერბაიჯანიც ავიღოთ, ხო? აზერბაიჯანი, რომელმაც იგრძნოს საკუთარი ძალა, მას შემდეგ რაც ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარა, გაყარა 300,000 სომეხი ადგილობრივი მოსახლეობა. დღეს ანტიდასავლურ პოლიტიკას ეწევა. ანტიდასავლურ პოლიტიკას ეწევა, დავაკონკრეტებ, ანტიევროპულ პოლიტიკას ეწევა. ანტიშერთებულ შტატების არა, ანტიევროპულ პოლიტიკას ეწევა, ის ხშირად აკრიტიკებს საფრანგეთს, ევროკავშირს და დღესაც იყო, რამოდენიმე დღის წინ იყო ინტერვიუ ალიევთან, სადაც მან განაცხადა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან, რომ აქ ფრანგი პრეზიდენტის, ფრანგული მხარის ხელიც ურევია. შესაბამისად, ერთადერთი ანგარიშ გასაწევი ძალა, დასავლური რაღაც ფასეულობებით, დასავლური რაღაცა ჯერჯერობით შემორჩენილი, ესე ვთქვათ, ინსტიტუტებით არის საქართველო. სომხეთი, რომელსაც საკუთარი პრობლემები გააჩნია, ის არ არის ანგარიშ გასაწევი ძალა. ის განეხილება მხოლოდ საქართველოს კონტექსტში. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმის საშუალება, რისი ძალაც აქვს. როგორი დახმარება შემოდის. დავამატოთ ამ ყველაფერს შუადერეფრის პროექტი, ჩინური ინვესტიციები, ჩინელების აპირება შემოსულს, მაგრამ ისინი ჯერ არ არიან ესე აქტიურად შემოსულები. არაა დაწყებული ეს პროექტები. კი, აპირებენ, უკვე არის ამაზე შეთანხმება, მაგრამ ჯერ არ არის დაწყებული ეს პროექტი. და ჯერ არ არის შემოსული და ეს არის ის პერიოდი, როდესაც აპირებენ, მაგრამ ჯერ არ არის შემოსული და აი ამ რაღაცა დროის მონაკვეთზე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს რადიკალურად. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს კრიზისი გადაილახოს? არის რამოდენიმე პუნქტი, მოდი ესე ვთქვათ, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია კრიზისი იყოს გადალახული. პირველი პუნქტი. ხელისუფლება გამოდის და საუბრობს იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, რაც მოხდა რეგიონში და რატომ აწარმოებს ის ესეთ პოლიტიკას და რატომ არ აწარმოებს ის განსხვავებულ პოლიტიკას. ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რაღაცნაირად შეიცვალოს დამოკიდებულებები საჯარო დიალოგთან. და ის კარგჩაკეტილობა, რომელსაც ვეჩეხებით ყველა მიმართულებით, იქნება ეს სახელმწიფოებრივი ოპოზიციური მიმართულებით, უნდა გაიხსნას და ეს უნდა გახსნას პირველ რიგში საზოგადოება, ეს უნდა გახსნას პირველ რიგში პოლიტიკოსებმა და იქ უნდა იყოს პოლიტიკური ნების ნაწილი. ის რომ ეს აღარ უნდა იყოს მონოლოგების რეჟიმი, ეს უნდა იყოს დიალოგის რეჟიმი, ეს უნდა იყოს შეთანხმების რეჟიმი, ეს ნათელია, იმიტომ რომ გამოვიდა რეალურად ის, რომ საგარეო პოლიტიკის ცვლა, უფრო სუვერენიზაცია, უფრო მოქნილობა არ აღმოჩნდა გაგებული ბევრი ადამიანის მიერ. და არასწორად იყო გაგებული და იმისთვის, რომ რაღაცნაირად მოხდეს გაგება სჭირდება არა მონოლოგი, არა ის, რომ რაღაცა ოფიციალური რაღაც წერილი ან განცხადება გაკეთდება მთავრობების მხრიდან, არა, მას სჭირდება ფართო საზოგადოებრივი განხილვა. იმიტომ რომ ეს საკითხები ეხება ყველა ჩვენგანს. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ერთი თუნდაც გამარჯვებული პარტიის, ესე იგი, პრეროგატივა, ეს არის მთელი საზოგადოების მობილიზაციას მოითხოვს. ის მოითხოვს მთელი საზოგადოების მობილიზაციას. ამიტომ ეს დაცმობების პოლიტიკა და ურთიერთგაგების პოლიტიკა
უნდა იყოს აყვანილი პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის შეუცვლელი ნაწილი. და მესამე, ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აუცილებელია და მე ამაში დარწმუნებული ვარ, აუცილებელია საუნივერსიტეტო სივრცეების გახსნა. საუნივერსიტეტო სივრცეების გახსნა, უნივერსიტეტში უნდა მოდიოდნენ პოლიტიკოსები, უნივერსიტეტში უნდა ხვდებოდნენ აკადემიურ სივრცეთა სტუდენტებს პოლიტიკოსები, სამთავრობოები იქნებიან თუ სხვები და უნდა ელაპარაკებოდნენ ახალგაზრდებს. აუცილებელია, იმიტომ ჩვენ ნახეთ, რომ ეხლა ერთ-ერთი მთავარი ესე იგი ძალა აქციების იყო ახალგაზრდობა და მათთან არავინ არ საუბრობს და საუბარი არის საერთოდ აუცილებელი. შესაბამისად, ეს მე არ ვიტყვი, რომ ეს ბოლომდე გადაჭრის იმ პრობლემებს, მაგრამ მინიმუმ რაღაცა დემოკრატიზაციისკენ, დისკურსის დემოკრატიზაციისკენ იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მეორე მისცემს ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ და ლეგიტიმაციას, რომ იყოს უფრო მეტად, ესე იგი, მისი პოლიტიკა გასაგები და მხარდაჭერილი. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად ხარს უჭერ ოცნების საგარეო პოლიტიკას. მე აბსოლუტურად ხარს უჭერ სუვერენიზაციის პოლიტიკას, მე აბსოლუტურად ხარს უჭერ შუადერეფნის პოლიტიკას, მე აბსოლუტურად ხარს უჭერ იმას, რომ საქართველოს არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რაც აქვს მაგალითად ევროკავშირს, იმიტომ რომ საქართველოს ამას ვერ გაუძლებს და საქართველოსთან მიმართება უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს რუსეთის გვერდზე, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ორი ტერიტორიული პრობლემა გააჩნია რუსეთთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც 9 საათში რუსეთს შეუძლია ტანკები შემოიყვანოს ცენტრალურ გზაზე და საქართველოს ორ ნაწილად გაყოს, სულ რაღაც 9 საათში შეუძლია ამის გაკეთება. ამიტომ საქართველოს ის ვერ მოითხოვება, რაც მოითხოვება გერმანიას. საქართველოს ვერ მოითხოვება ის, რაც მოითხოვება ნატოს წევრ ქვეყნებს. ვერ მოითხოვება. აი ეს მთავარი მომენტი, ვერ მოითხოვება საქართველოს ის, რაც მოითხოვება ამ ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ საკმაოდ ძლიერი ზურგი. საქართველოს არ გააჩნია ესეთი ძლიერი ზურგი. და მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს ის, რომ და ეს აუცილებელია რუსეთთან მიმართებაში რაღაცები განსაზღვროთ. და მინიმალურ რაღაცებზე იყოს აბსოლუტურად ნათელი სტრატეგია. რუსეთი ეხლა არის ისეთ რეჟიმში გადასული, რომ მან ის უკან ვერ დაიხევს. უბრალოდ არ შეუძლია რუსეთს უკან დაიხიოს იმ წითელ ხაზებზე, რაც მან გაავა. და მან ძალიან ესეთი მარტივი რაღაცა გააკეთა ამ ომით, რომ განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. უკრაინა, საქართველო არ უნდა იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მზად არის ომი გააგრძელოს, ის მზად არის რომ ომი არ შეწყვიტოს და ეხლა მოლაპარაკებების ერთ-ერთი ნაწილი, ტრამპი აპირებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, ერთ-ერთი ნაწილი სწორედ შეეხება იმას, რომ მიიღოს გარანტიები, სერიოზული გარანტიები შეერთებულ შტატებისგან, დასავლეთისგან, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი. და ამის გარდა იმ ტერიტორიების დათმობებისას არ აპირებს რუსეთი, რაც დაიკავა უკრაინაში. უკრაინაში საკმაოდ დიდი ტერიტორიები დაიკავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახალ რეალობის წინაშე ვართ. დასავლეთი უკან იხევს, ჩვენ ახალ რეალობის წინაშე ვართ. ახლა გასაგებია მეორე მხრივ, რომ მარტო ხელისუფლება ვერ იმას გააკეთებს, ვერ დააწყნარებს სიტუაციას, თუ იქნება დეзинფორმაციული პოლიტიკა და მიზანმიმართული პოლიტიკა არეულობისკენ, ხო? მიმართული თუ აბსოლუტურად ესე იგი ისეთ რაღაცებზე იქნება მიმართული ის არხები და ეგრეც იქნება, რომლებიც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს. და გასაგებია, რომ ეხლა ისეთი კეთილშობილები არ არიან ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომ ესე იგი საერთო საზოგადოებრივ ინტერესზე იფიქრონ. პირიქით, მათი მთავარი ესე იგი პოლიტიკა რა იყო? რომ მიდიოდნენ დასავლეთში, ევროპაში, იმისთვის რომ მოეთხოვათ სანქციები საქართველოსთვის და უიზო რეჟიმის ესე იგი შეწყვეტა, ხო? მაგას მოითხოვიან. და
შესაბამისად, ანუ საერთო ქართულ საზოგადოების საქმეს აფუჭებდნენ რეალურად. ხა ესე ძალას მოთხოვო ისეთი რაღაცა რომ ბიდით მოდი შეთანხმდით, ეს ცოტა გულუბრყვილობაა. მე მესმის რომ შეუძლებელია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგალითად ელენა ხოშტარეს რა უნდა მოთხოვო. ადამიანი რუსეთისგან იღებს რაღაც დაფინანსებას, საუბრობს იმაზე, რა ქვია, რომ მან იყიდა ეს მთელი ეს პიროტექნიკა და სხვადასხვა ისინი რომ პოლიციელებს ესროლონ და პოლიციელებს გაუწიონ წინააღმდეგობა, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ კონფრონტაცია იყოს, აი და შეუძლებელია ესეთ ადამიანთან შეხვიდე საუბარში. ანუ აგენტთან, მოდი პირდაპირ თუ აგენტთან ვერ შეხვალ შენ მოლაპარაკებებში. აგენტი არის ბრმა, იარაღი და რომლის მიზანიც არის შენ სახელმწიფოში მუდმივი დესტაბილიზაცია. ეს გასაგებია. მაგრამ შენ შეგიძლია საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ბრმად მიყვება ამ ნარატივს, შეუცვალო განწყობები და ამისთვის საჭიროა ძალიან ესეთი გასაგები პოლიტიკა. იმისთვის რომ საზოგადოებასთან მოხდეს გარკვეულწილად დალაპარაკება და საზოგადოებამ ერთმანეთში დაიწყოს მოლაპარაკება, რაღაცა ლოგიკები უნდა გადაილახოს. პირველ რიგში უნდა გადაილახოს ბაბლების ლოგიკები. ანუ შეუძლებელია ბაბლების სისტემაში, მოდი ესე ვაღიაროთ, ბაბლების სისტემაში შეუძლებელია ერთმანეთთან ლაპარაკი. შეუძლებელია ლაპარაკი, აი იქ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახლა მიმდინარეობს რაღაც საუბარი, ხო, იწევენ და იქ არის შავი სიები, მეორე მხარე გადასა შავი სიები, რომლებიც არ უნდა მოვიდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. და ესეთ სიტუაციაში შეუძლებელია, მოდი ესე ვთქვათ, ბაბლების ლოგიკიდან გამომდინარე, მოხდეს საზოგადოებრივი ესე იგი შეთანხმება და ლაპარაკება. მე თავაზობ ყველას, ჩემ ოპონენტებს თავაზობ, გამოიყენეთ ჩემი სივრცე, მე თავაზობ, რომ თუ მათ სჭირდებათ, მე მივალ დავლაპარაკები, გადავდგათ პირველი ნაბიჯი იმ ადამიანებმა, რომლებსაც შეგვიძლია საუბარი, რომელსაც შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენა და რომელსაც შეგვიძლია მოწინააღმდეგის რაციონალური, ლოგიკური არგუმენტის მიღება. და ვისაც შეუძლია კომპრომისი. აი ვისაც კომპრომისი შეუძლია გადავდგათ ეს ნაბიჯი ჩვენ. და მე ვერ ვილაპარაკებ ხელისუფლების ბაზის პოზიციიდან, ვერ ვილაპარაკებ პოლიტიკოსის პოზიციიდან, მე არა ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ჯერა რომ შესაძლებელია დიალოგი. ჯერა რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ იმის მაგალითები, როგორ შეიძლება ორმა ან უამრავმა ადამიანმა, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, ერთმანეთში დაეწყოს საუბარი. გადავდგათ ეს ნაბიჯი. მე ეხლა კარდს გავშლი და ვიტყვი რომ ჩემ ოპონენტებს ვისაც მივწერე და ვისაც ვთხოვე რომ მოსულიყვნენ, მათ უარი მითხრეს. მათ უარი მითხრეს იმ სხვა მიზეზი, მაგრამ ძირითადი მიზეზი იყო რომ რა აზრი აქვს საუბარს. თუ ჩემთან არ აქვს აზრი, თუ ისეთ ადამიანებთან არ აქვს აზრი, რომელსაც შეუძლია შენი რაღაც პოზიციის მიღება და გეპატიჟება, ხო? მაშინ ხელისუფლებასთან და სხვა ისეთ პოლიტიკოსებთან, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რატომ ვითხოვ მათგან შენ, ესე იგი დიალოგში შეხვიდე და რატომ ვითხოვ მათგან რომ პოზიცია შეცვალონ. თუ შენ არ ახარ ამისკენ მოწოდებული, თუ შენ თვითონ არ აჩვენებ ამას, ხო? რატომ ახარ ესეთი პოზიციების მქონე? და რატომ გიკვირს მე შე რომ საზოგადოებაში რადიკალიზაცია ხდება, საზოგადოებაში ძალადობის დონე მოიმატა. სწორედ ესეთმა განწყობებმა საზოგადოებაში, რომ არ მოდიხართ და რომ არ ხსნით აი ამ სივრცეს, ამან გამოიწვია ის დაპირისპირებები, ის რადიკალიზაცია და ის ცუდი პროცესი, რაცაც ახლა თქვენ წუწუნებთ. სწორედ თქვენი განწყობები არის, თქვენი განწყობები კვებავს იმ რადიკალიზაციას, რადიკალიზაციაც არის. მე ვფიქრობ, რომ ეს ამ თავარი განწყობა და თავარი წყარო, არა ერთ-ერთი წყაროა, რამოდენიმე წყაროდან და ეს ერთი წყარო მაინც რომ გადავკეტოთ, რისი ძალაც გვაქვს, ხო? არა პოლიტიკოსებს. ესაც შეიძლება, ხო? ძალიან ესეთი მომენტია ჩვენ საზოგადოებაში, ეხლა არის რაღაც წყალგამყოფი მომენტია. ან ჩვენ ყალიბდებით რაღაც ისეთ პოლიტიკურ ძალად, სადაც ერთი მხარე ტოტალურად იმარჯვებს და მეორე მარცხდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე პოლიტიკური ძალა დაახლოებით ესე აზროვნებს, რომ მოდი მოწინააღმდეგე დავამარცხო ტოტალურად. რომ მოდი კომპრომისების სივრცე არ დავტოვოთ, ხო?
თუ ესეთ საზოგადოება ჩამოყალიბდება და ესეთი პრეცედენტი ჩამოყალიბდება, სადაც ერთმა მხარემ ტოტალურად გაიმარჯვა, მოლაპარაკების სივრცე ქრება. მოლაპარაკები მე მართლა აღარ აქვს აზრი მოლაპარაკებების. მე მართლა აღარ აქვს აზრი ლაპარაკს ზოგადად ერთმანეთში. მე უბრალოდ მუდმივ ცივ სამოქალაქო ომში უნდა ვიყოთ. მაგრამ ჩვენ ხო ეს არ გვინდა. ჩვენ ხო გვინდა ცოტა სხვანაირი რეალობა, ჩვენ ხო გვინდა სხვანაირი პასუხები ამაზე. მე ვუყურებ, ხშირად ვუყურებ არა ოპოზიციონერებს, არამედ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი პოდკასტები აქვთ, საკუთარი პრეტენზიები აქვთ. ვუყურებ და მაინტერესებს მათი არგუმენტები. მცირე ნაწილში მინდა ვთქვა, რომ მათი არგუმენტების მცირე ნაწილში ვეთანხმები იმასში, რომ არ არსებობს მთელი რიგი საკითხები, მაგალითად, სოციალურ კიბებთან მიმართებაში, მაგალითად, დიალოგთან მიმართებაში და სხვადასხვა ისეთ საკითხებთან, რომელიც აბსოლუტურად ჩემს ლეგიტიმურია, ამ საკითხებში მივყვები, მაგრამ რაღაცა მიმართულება არის, რომელიც გონია, რომ ისინი წარმოდგენების ტყვეობაში არიან. აი ესე აიღეს წარმოდგენები, არა ფაქტები კი არა, წარმოდგენები აიღეს და ამ წარმოდგენების ტყვეობით ისინი მოქმედებენ. და იმისთვის რომ ჩვენ გარკვეულწილად განთავისუფლდეთ ამ წარმოდგენებისგან, ჩვენთვის საჭიროა რაღაცნაირად ისეთმა განსხვავებულმა ადამიანებმა, განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა, მათ შორის რადიკალურად განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა ერთმანეთში ლაპარაკი შეძლოთ. იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ გაგვაჩნია, ესე იგი, პოლიტიკური რაღაცა კარიერა, ან პოლიტიკოსები ვინც არა ვართ, ესე ვთქვათ რა. მათ შორის ჩემ კოლეგებზეცაა საუბარი, მე მივწერე რამოდენიმე მათგანს, ისტორიკოსებს, ეხლა იყო რაღაცა ისტორიკოსების მარში, ისტორიკოსების რაღაც ნაწილი. ის ადამიანები, რომლებიც ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც 2006 წლის უნივერსიტეტის რეფორმის შემდეგ მოვიდნენ უნივერსიტეტში, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ახალგაზრდები არიან და ზოგიერთი მათგანი ილიანონიში, ზოგიერთი მათგანი სადა NGO-ში იყრის თავს, ზოგიერთ მათგანს შეთავაზე, რომ მოსულიყო და დამლაპარაკებოდნენ. და ამის ნაცვლად მოხდა რა? ამის ნაცვლად მოხდა ის, რომ მივიღე აბსოლუტური უარი. აბსოლუტური უარი მივიღე. თან ესეთი ტექსტებით დაახლოებით, შენ კი შეთა ლაპარაკი კი შეიძლება, მაგრამ აი რაზე უნდა ვილაპარაკოთ და ესეთი ტექსტებით. ხო და ნუ რთულია ესე იგი, აი წარმოვიდგინეთ რა თქონდა. კობახიძემ განაცხადა, რომ ის მზად იყო ეს დიალოგში, დებატებში დამჯდარი იყო ოპოზიციონერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ხო? და არავინ არ დაუჯდა მას. არავინ არ დაუჯდა მოსალაპარაკებლად მას, სალაპარაკოთ მას. მაშინ ესე იგი თქვათ, თქვენი მხრიდან არის, ხო? ესე გამოდის ის წამოსული, რომ არ იყოს დიალოგი. ანუ ეს არის სამხრივი მიმართულება, ესე გამოდის, ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში. მე იმედი მაქვს, რომ ეგრე არ არის. მაგრამ ესე ჩანს. აქედან გამომდინარე, მოდით გავხსნათ რაღაც ეთერები, გავხსნათ ეხლა ჩემი პოდკასტი მცირე მასშტაბისაა, გასაგებია, მაგრამ ეს მცირე მასშტაბების გავხსნათ. ერთმანეთი დავპატიჟოთ, ერთმანეთთან დავიწყოთ საუბარი. ესაა გამოსავალი სიამდვილეში. ესაა გამოსავალი, ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი პოზიციები. იმიტომ რომ ორივე მხარეს გვაქვს ჩვენი შიშები. მე მაქვს შიში. ვაღიარებ, ჩემი შიში არის ის, რომ საქართველოს უკრაინად არ გადაექცეს. რომ უკვე უამრავი სოფელია უკრაინაში, რომელიც აღარ არსებობს. ანგრევებია, რუინებია. რომ ქართული სოფლები არსებობდნენ, რომ თბილისი არ დაიბომბოს, რომ ჩვენი სტრატეგიული ობიექტები დაცული იყოს, რომ ესე იგი ქართველები არ დაიღუპნონ, რომ დამარცხებულ, წაგებულ ომში არ გავიწიროთ. ეს შიში მაქვს და გაქვთ პასუხი იმაზე, ეს რატომ არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ისე მოიქცევთ, როგორც ეგრე კატეგორიულად თხოვენ რამოდენიმე ჩვენი დაუძინებელი მეგობარი, ესე ვთქვათ. გაქვთ ამაზე პასუხი, მაშინ თუ არის ამაზე პასუხი, ესე მე არ ვიცი ამაზე პასუხი, თქვენ იცით ამაზე პასუხი და საჭიროა საუბარი. იმიტომ მე მართლა მინდა ამის გაგება. მართლა მინდა იმის გაგება, გავიგო, როგორ ვიცავთ თავს. იმ შემთხვევაში თუ კი ეს ევრომაიდანი იგებს.
რატო ვერ დაიცვა ევრომაიდანმა უკრაინაში საკუთარი თავი, რატომ მოხდა იქ ესეთი ინტერვენცია, რატომ არის დღეს ის მდგომარეობა უკრაინაში და რატომ მოხდება საქართველოში სხვანაირად? ვინმე ამეხსნას უბრალოდ. და პრობლემა არ არის. აქედან გამომდინარე, მე ძალიან კარგად ხვდები, რომ ეხლა ეს გადაცემა შეიძლება არ იყოს ისეთი ძლიერი, იმიტომ რომ ამ გადაცემის მიზანი იყო რომ შემეთავაზებინა სხვებისთვის დიალოგის გახსნა. რომ აღარ ვიყოთ ესე იგი იზოლირებული. მე კარგად მესმის რომ ეგ შეიძლება ეხლა ამ წამს შეუძლებელი არის. მაგრამ ეს მესიჯი უნდა იყოს. ეს მესიჯი გაგრძელდება ამ პროცესების შემდეგაც. იმიტომ რომ ჩაცხრება ეს ემოციები აუცილებლად ჩაცხრება და ჩვენ თუ რაღაცა დემოკრატიზაციისკენ არ გადავდივით ნაბიჯი და დემოკრატიზაცია სწორედ მოითხოვს განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი ადამიანების საუბარს და რაღაცების შეჯამებას. თუ არ მოხდება ეს შეჯამება, არ ამგონია ჩვენ როგორც საზოგადოება განვითარდეთ. ჩვენ ვიქნებით იმ რაღაცა საზიზღარ წრეში, სადაც სხვა რა დაგვრჩენია, თუ ჩვენ არ ველაპარაკებთ ერთმანეთს, მაშინ ჩვენ ვართ ერთმანეთის მტრები. თუ ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ, ერთი მხარე უწოდებს მეორე მხარეს რუსეთის აგენტებს, მეორე მხარეს უწოდებს, რა ვიცი, ომის პარტიის მომხრეებს, აგენტოკრატიას და ასე შემდეგ. და ვიყოთ ესე. და მინდა შეგახსენოთ ერთი რაღაც. უამრავ ადამიანს 90-იან წლების დროს ზოგი გამსახურდიას მომხრე, ზოგი მის მოწინააღმდეგე, ნათესავებსაც მათ შორის ერთმანეთში ქონდა კონფლიქტი. მე არ ვამბობ სამხედრო კონფლიქტი, არამედ აი ადამიანური კონფლიქტი. და მე ერთმანეთს შეხვედრეს წვენოდათ. მე შერცხვათ ერთმანეთის. და შემდეგი პერიოდიც ეგრე იყო. სააკაშვილის პერიოდი. ნათესავებს ჰქონდათ პოლიტიკური კონფლიქტი, ხო? მეგობრებს ერთმანეთთან ჰქონდათ პოლიტიკური კონფლიქტი. პოლიტიკის გამო. და მე ერთმანეთს წვენოდათ. და ხო არის უკვე ეგ ისტორია. თქვენ ვის მხარეს ხართ? მე ვარ საქართველოს მხარეს. არა, საქართველოს. თქვენ ხართ ჩვენი შვილების მხარეს თუ რობოკოპების მხარეს? რატომ და რა შეკითხვა არის? აბა საქართველოს მხარეს იყავთ, თქვენ კიტოვანის მხარეს იყავით და ჯაბა იოსელიანის მხარეს, ამაზე ვილაპარაკოთ. მაშინ მე რომ მეკითხებ, კიტოვანის მხარეს იყავით და ჯაბა იოსელიანის მხარეს? არც კიტოვანის მხარეზე ვიყავ და ჯაბა იოსელიანის. იცით რა, არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და რახან თავდასხმაზე გადმოვიდეთ, ხართ, ეხლა იძულებული ვარ რომ მეც არა, საქართველოს მხარეზე ვარ, რო თქვი. თქვენ მხარეს იყავით. აქეთკენ საქართველოს მხარეს იყო საქართველოს მხარეს და აქეთ იყვნენ პუჩისტები და ვის მხარეს იყავით? ზვიადის მხარეზეც ვიყავი და ავტომატი არ გეჭირა? ავტომატი არ მეჭირა, როცა შენ იძახი იმ პერიოდში და მე მეჭირა. ვის ესროდით იმ ავტომატით? სადაც მინახე რომ ის. არა, გეკითხებით, რატო გეჭირათ ეს ავტომატი? ავტომატი მეჭირა, იმიტომ რომ თავს ვიცავდი. როდის დაიწყო სამოქალაქო ომი, იცი? ხო, და როდის დაიწყო? 22-ში დაიწყო? 22-ში დაიწყო თუ არ დაიწყო? არა, ნოემბერში დაიწყო. ხო, თქვენ თავარსარდალს არ დაემორჩილეთ ბატონო ვაკიას, ვიარ გამსახურდიათ და დაემორჩილეთ კიტოვანს. არა, თავარსარდალს ის ხაზე წახვედით. თავარსარდალს რაზე არ დავემორჩილეთ? ხო, და გადადიხარ ცალკებაზე და არ არის მომგებიანი არ არის ეს თქმა თქვენთვის და რატომ ელაპარაკებით ეხლა? ჩემთვის კი არა. გამოდიხარ თავდასხმაზე და მე თქვენ რა უნდა მითხრათ ბატონო აკია იმის გამო რომ თქვენ და სხვა ადამიანებად ახალგაზრდობა შეგვიცვალეს და მომავალი მართლა წაგვართვეს იმ მოქმედებებით და ეხლა ჩემზე გადმოგაქვთ? შენზე კი არ ჩვენ გადმოგაქვთ. იქიდე შენ მე მითხარ. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მომავალი შემიცვალეთ თქვენ მე არაფერი მომავალი არ შემიცვლია. აბა ვის შეცვალა? სიტუაცია იყო ეგეთი რომ ან ერთხარეს უნდა ყოფილიყავი და ან მეორე საქართველოს მხარეს ყოფილიყავი. საქართველოს მხარეს ვიყავ. და ზვიად გამსახურდია გააგდეთ. ზვიად გამსახურდია, მე არ გამიგდი. ვინ გააგდო აბა? იმ შეცდომება რა შეცდომა? ხო გვაქვს იმის პოტენციალი რომ კაი ჩვენ არ გამოცადეთ ეს ჩვენმა წინაპრებმა სულ ახლა ხანს გამოცადეს ეს და არაფერი კარგი არ მიუღიათ ამისგან ანუ სიკეთე არ მიუღიათ ამისგან ჩვენ ხო შეგვიძლია ცოტა სხვანაირად მოვიქცეთ ჩვენ ხო შეგვიძლია რომ ის წრე რა წრეც შეიქმნა ეს 30 წელია გავარღვიოთ მოდი რა ჩვენ ვიყოთ ჩვენი თაობა იყოს და ჩვენი რაღაცა გამოცდილება უკვე ისტორიული გამოცდილება იყოს ის რომელიც გაარღვევს ამ საზიზღარ წყევლას. ესაც წყევლა. ეს არის ჩვენი საზოგადოების წყევლა, რომ არ შეგვიძლია კომპრომისები, რომ არ შეგვიძლია საუბარი, რომ არ შეგვიძლია რა ვართ ორიენტირებული ერთმანეთის გაგებას. ესაც ჩვენი წყევლა. და ამ წყევლით სხვები სარგებლობენ. ამ წყევლით
სარგებლობს სხვა ძლიერი სახელმწიფოები და ჩვენი განხეთქილებით ისინი ახერხებენ სწორედ იმას, რომ ერთმანეთი დაგვაპირისპირონ და დაგვასუსტონ. არ ვიცი, ჩვენ არაფერი არ მოგვიგია ამისგან. და აი ბოლოსკენ ვიტყვი სწორედ იმას, რომ თქვენი კარი ღიაა ამ პოდკასტში, მე მზად ვარ თქვენთან მოვიდე და თქვენთან ვისაუბრო. მე მზად ვარ ვიყო ერთი მაგალითი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დაიწყებენ ერთმანეთში საუბარს. თუ გაქვთ სურვილი რომ მოხვიდეთ ჩემთან და ვისაუბროთ, მოიწერეთ, აუცილებლად დაგპატიჟებთ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.